გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანტია. წერტილში დღეს ბიზნესის ხმის დროა, რამდენიმე წუთში ჩვენს კითხვებს საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი ბიზნესმენი სანდრო შელია უპასუხებს. ის BMG-ის სატელევიზიო პროექტების რესპონდენტი ხშირადაა კომპანია CA International-ის გენერალური დირექტორის სტატუსით. CA International-ი ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა საქართველოში მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტირების დარგში და მომხმარებელს სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულ ინსპექტირებას სთავაზობს ყველაზე ფართო სფეროში, ლიფტები, ესკალატორები, ამწეები და ასე შემდეგ. ვისაუბრებთ ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზეც და გამოსავლის სისტემურ გზებზეც, თუმცა ფოკუსს გავასწორებთ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე, რამდენად ზიანდება ბიზნეს კავშირები შტატებსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე რას მოიტანს, თუ რა მოიტანს სტაბილურობას და გაზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას, როდესაც ოცნების ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის რეალურ ნაბიჯებს ჯერ არ დგამს. თუ სიტუაცია არ გამოსწორდება საქართველოში, დასავლური ინვესტიციები შეწყდება, ამბობდა სანდრო შელია შარშან დეკემბრის ბოლოს, როცა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების გამო ქვეყანაში ფართო მასშტაბიანი და მწვავე პროტესტი იყო, რომელიც დღემდე გრძელდება უწყვეტ რეჟიმში. საქსტატი მომდევნო თვის დასაწყისში გამოაქვეყნებს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების სტატისტიკას მიმდინარე კვარტალში, მათ შორის გავიგებთ, რამდენი FDI ჩაიდო ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მაგრამ იქამდე შეგახსენებთ, რომ შარშან უცხოური ინვესტიციები ჯამურად ქვეყანაში შემცირდა 30%-ით, უშუალოდ ამერიკიდან კი თითქმის განახევრდა, როგორც ინფოგრაფიკზე ხედავთ ახლა, შარშან 98 მილიონის FDI შემოვიდა, ბოლო 10 წელს რომ შევხედოთ, ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია 2014 წელს ფიქსირდება, ეს იყო 184 მილიონი დოლარი. რაც შეეხება სავაჭრო კავშირებს, სხვათა შორის დღეს გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის მონაცემები და ამერიკას სავაჭრო ბრუნვით თითქმის 900 მილიონი დოლარით მესამე პოზიციაზეა საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს შორის, თუმცა აღსანიშნავია, რომ ძირითადად ავტომობილების იმპორტის ხარჯზე, რადგან როგორც ეკრანზეც ინფოგრაფიკს დაინახავთ ახლა, წელს 4 თვეში 881 მილიონი დოლარის იმპორტი განხორციელდა, ხოლო ექსპორტი იყო მხოლოდ 21 მილიონი დოლარის, ანუ რაც საქართველომ გაყიდა ამერიკის ბაზარზე. მოკლედ, კარგია სავაჭრო ბრუნვის ზრდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მთავრობის მუშაობის დამსახურება ნაკლებად არის, მით უმეტეს კარგად ვიცით, რა დონეზეა დღეს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები. სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია ოცნების ანტიდასავლური კანონების და აქმედებების გამო და მიუხედავად მოლოდინისა თუ იმედისა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის პარტია თესავდა მოქალაქეებში, დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოსა და ამერიკის ხელისუფლებებს შორის, რაზეც წინა კვირას გამოქვეყნებულ ღია წერილში თავად ირაკლი კობახიძე მიუთითებდა და თან იმედს გამოთქვამდა, რომ ტრამპი გაიმარჯვებს Deep State-თან ბრძოლაში. საქართველოს ხელისუფლება მოთმინებით დაელოდება ამ მომენტს, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას, მიმართავდა ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს ღია წერილში. მართალია ამერიკა-საქართველოს შორის მაღალ დონეზე პოლიტიკური ურთიერთობები გაყინულია, მაგრამ როგორც ევროკავშირი, ისე შეერთებული შტატებიც საქართველოს სამოქალაქო სექტორს თუ ბიზნეს ხელს არ უშვებს. ამის მაგალითია ამერიკაში Select USA-ის საინვესტიციო სამიტზე საქართველოდან კერძო სექტორის მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ამერიკის სავაჭრო პალატა და მისი წევრებიც მონაწილეობდნენ. დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობების პარალელურად თუ ფონზე მსგავს ბიზნეს სამიტებში მონაწილეობაზეც ვისაუბრებთ სანდრო შელიასთან ერთად. ის უკვე ჩვენთან არის სტუდიაში. საღამოშტები სანდრო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. როგორც ვიცით, თქვენ არ იყავით ჩასული ამჯერად საინვესტიციო სამიტზე, მაგრამ იყვნენ ამ ჩამის პალატის სხვა წევრები. პირველ რიგში თქვენი მოსაზრება მაინტერესებს, როდესაც ასეთი დაძაბულია, ძალიან რბილად რო ვთქვათ, ამერიკა-საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთობები, მსგავს სამიტებში, მსგავს ბიზნეს ფორუმებში მონაწილეობა, რისი შესაძლებლობაა კერძო სექტორისთვის და რა გზავნილია ეს ამერიკის საელჩოს მხრიდან. მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის გადაცემაში. პირველ რიგში ყოველთვის მიწევს ხაზი გაუსვა. ამერიკის სავაჭრო პალატას საკმაოდ ესეთი მყისიერი პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით. ჩვენ როგორც ბორდის წევრები უნდა გავუსვათ ხაზი, რომ არ გამოვთქვათ მოსაზრებას პალატის სახელით, თუმცა კი მე გახლავართ ამერიკის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი და მიწევს ბევრ სხვა ადამიანთან კომუნიკაცია და ურთიერთობა, რომლებიც უკავშირდებიან
ამერიკული ბიზნესების საქმიანობა საქართველოში და ზოგადად ამერიკასთან დაკავშირებულ ბიზნესებთან. ხარად შეეხება Select USA-ის პროგრამას, ეს პროგრამა არსებობდა ადრეც, ბოლო ბევრი წლის განმავლობაში. ეს არის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ამერიკა ცდილობს, რომ დაინტერესოს სხვა ქვეყნის წარმოადგენლები და კომპანიები, რომ აკეთონ ბიზნესი ამერიკაში, ანუ Select USA ხო მაგას ნიშნავს, აირჩიე ამერიკა ხო. შესაბამისად, ეს პროგრამა არის ამ პროგრამის მიზანი არის, რომ ჩამოიყვანონ სხვა ბიზნესები და საელჩო ამას ძალიან აქტიურად უჭერს ხარს, რომ სხვა ბიზნესები ჩამოვიდნენ ამერიკაში და გამოიყენონ ამერიკული სერვისები, მაგალითად დააფუძნონ კომპანიები ამერიკაში. აქცენტი გააკეთონ საქონლის გაყიდვაზე ამერიკაში და ასე შემდეგ. ეს პროგრამა არ არის პირდაპირ კავშირში, რა თქმა უნდა, ამერიკის მთავრობის ან ამერიკის პოზიციასთან იმასთან დაკავშირებით, თუ რაც ხდება საქართველოში პოლიტიკურად და ასე შემდეგ. ზოგადად თუ ვისაუბროთ ბიზნესზე, ყველაზე უფრო სწორი ინდიკატორი იქნებოდა თვითონ ბაზარი, თვითონ კომპანიები, როგორც ბაზარი არეგულირებს ფასებს, ასევე ბიზნესების დამოკიდებულება და გადაწყვეტილებები გვაჩვენებენ თუ რა განწყობა არის ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ. ბატონო, ეგ ზოგადად მის ამ დეტალებში შევარდნით. ეს არის ხოლმე. იმ კავშირების გათვალისწინებით, იმ გამოცდილების, რომელიც თქვენ გაქვთ და ბევრი წელია უკვე ბიზნესში ხართ, აი როგორ აისახება ის სიტუაცია, რაც ქვეყანაში არის, გულისხმობ პოლიტიკურ კრიზისს, შეჩერებულ ევროინტეგრაციას და საერთაშორისო პარტნიორებთან რბილად რო თქვა დაძაბულ ურთიერთობას, ზოგადად ინვესტორების ინტერესზე და განწყობაზე. მე დასაწყისში გავიხსენე თქვენი ფრაზა ერთ-ერთი ინტერვიუდან BMG-ზე, თუ ასე გაგრძელდა, ალბათ შეწყდება მათ შორის ინვესტიციები დასავლური ქვეყანაში. ხო, ლოგიკური იქნებოდა ასე რომ მეთქვა, ალბათ თქვი კიდეც დავახსოვს. მოდით რამოდენიმე სიტყვით, კარგი იქნებოდა ჩვენი მაყურებლისთვის, ხომ გავიაროთ ის პროცესი, თუ ანუ ეს ლოგიკური პროცესი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ბიზნესმენი იღებს გადაწყვეტილებას განახორციელოს თუ არა ინვესტირება რაღაც კონკრეტულ ქვეყანაში, ხო? მათი გადასახედიდან არის რამოდენიმე ფაქტორი, რომელიც არის მნიშვნელოვანი. ყველაზე ფუნდამენტური ფაქტორი, რა თქმა უნდა, ეს არის სტაბილობა, ანუ პოლიტიკური სტაბილობა, რამდენად სანდო არის სამართლებრივი ბაზა, ანუ სასამართლოები, ხო? რაღაცა უარეს შემთხვევაში რა გამოსავალი ექნებათ, ხო? რა დაიცავს მათ ფულს ამ სახელმწიფოში. ეს არის ყველაზე ფუნდამენტური, ესე ვთქვით, პრინციპები. თუ ისინი ხედავენ, რომ მაგალითად სიტუაცია ასე თუ ისე სტაბილური არის, ფორს-მაჟორული გარკვეული მოვლენები არ არის დიდი ალბათობის, თუ ხედავენ, რომ იქ არის თქო სასამართლო სისტემა, რომ იმ შემთხვევაში თუ რაღაცა წავიდეთ სუდად, ისინი დაცულები იქნებიან და ექნებათ საშუალება სადღაც სამართალი მოიპოვონ. შემდეგი ფაქტორი არის უკვე საკანონმდებლო ბაზა, რეგულაციები და საგადასახადო ბაზა. ანუ ისინი უყურებენ რას, რამდენად შეზღუდული ვიქნები მე რაღაც რეგულაციებით. და რაც უკვე ნაკლებად შეზღუდული ხარ, მით უკეთესი არის და მეორე არის საგადასახადო ბაზა, ხო? უყურებ რა გადასახადი არის მოგებაზე კომპანიისთვის, საგადასახადია დივიდენდზე, რა შეზღუდვები შეიძლება იყოს თანხების გატანაზე ქვეყნიდან, იმიტომ რომ ბევრი სახელმწიფო არის, სადაც საგადასახადო განაკვეთი დაბალია, მაგრამ შეზღუდვები არის თანხების გატანაზე ქვეყნიდან. შეგვიძლია იქ აკეთო ფული, ზარდოს ყველაფერი, მაგრამ მეორე პრობლემა არის ის, ხო? აქედან გამომდინარე უკვე ნახეთ ამ ფაქტორებს თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, ინვესტორისთვის, რომელიც უყურებს საქართველოს და რომელიც უყურებს ახალ ამბებს საქართველოს შესახებ, არასახარბიელო აზრი უნდა შეექმნას წესით. უნდა შეექმნას კი არ ექნება კიდეს ეს მე გამიგია ბევრი სხვა ბიზნესმენისგან, რომელთაც მაქვს საქმე, მაგრამ ეს არ არის გასაკვირი. ხო, შეთა რა ხდება ახლა პოლიტიკური კრიზისი არის ჩატარებული არჩევნები, რომელთა ლეგიტიმაციას არ ცნობს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი. ხდება რაღაცა გაუცხოება უცხოურ სახელმწიფოებთან, უმეტესთან, ევროკავშირთან, გაუცხოება ევროკავშირთან, რომლის ნაწილი ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ და რომლის კანდიდატის ახლა ხან გავხდით. ეს გაუგებარი არის, იმიტომ რომ ჩვენ ხალ შიდა სიტუაცია გვესმის, მაგრამ ვიღაცისთვის, ვინც არის თქვათ მოშორებული ქვეყნიდან, ხო? საიდანაც საქართველოს უბრალოდ ჩანს როგორც ერთიანი ქვეყანა, აი რას ხედავენ. კანდიდატის სტატუსი მიიღეს, ამავდროულად რაღაცა ნეგატიური რიტორიკა არის ევროპასთან მიმართებით და რაღაცა გაურეგებული პოზიცია არის რა. ხო ჩვენ ხედავთ რომ აქ არის ერთი მთავრობის პოზიცია, ხალხის პოზიცია, ბიზნესები და ასე შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ გარედან ეს ჩანს ერთიანად. და იმის გამო ეს ჩანს ერთიანად, ექნებათ ერთიანი
ზოგადი ნეგატიური განწყობა საქართველოს. და ეს ნეგატიური განწყობა მათ ალბათ ნამდვილად ლოგიკურია, რომ არ უბიძგებდეს ამ ქვეყანაში ინვესტირებაზე. აი რა ტიპის კითხვებს სვამენ ყველაზე ხშირად უცხოელი ინვესტორები, მათ შორის ამერიკული კაპიტალით შექმნილი კომპანიები, მესმის რომ პალატის სახელით არ ვსაუბრობთ, უბრალოდ თქვენი კონტაქტებიდან გამომდინარე, რა აინტერესებთ ყველაზე მეტად, ან რამდენად არის ისეთი შემთხვევა უკვე 28 ნოემბრიდან რაღაც ასე ვითვლით საქართველოს რეალობას, ხომ? აი რაც შეიცვალა, იმიტომ რომ თავიდანვე იყო მოლოდინი, რომ აი თუ ასე გაგრძელდა, თუ სანქციები გაგრძელდა, თუ იზოლაციამ უფრო და უფრო ისეთი მასშტაბი მიიღო, შესაძლოა ვიღაცებმა არა თუ ახალი კაპიტალის მოზიდვაზე, არამედ გატანაზეც დაიწყონ ფიქრი. აი თქვენ რას ატყობთ და რამდენად ჩანს ეს ტენდენცია? თუ რაღაც ისე მოლოდინის რეჟიმი თავარი ესეთი headline იქნებოდა, რომ იმ ყველაფრის გამო რაც ხდება, ადამიანები არიან მოლოდინის რეჟიმში, პაუზის რეჟიმში. მოდი ნუ ვიჩქარებთ და ვნახოთ რა მოხდება. მე გამიგია ძალიან ბევრი სხვადასხვა გარიგების შესახებ, რომელიც აი უკვე ბოლო სტადიებში იყო და გაუქმდა და შეჩერდა, იმიტომ რომ სიტუაციის გამო იქაურე მენეჯმენტი თქვა რომ მოდი დაველოდოთ რა მოხდება და დავაპაუზოთ. ამის გამო ძალიან ბევრი ადამიანი იკავებს თავს არა მარტო საქართველოში ბიზნესებში ინვესტირებისგან და თქვა აქ თავიანთი ბიზნესის გაფართოებისგან, არამედ ელემენტარულად უძრავი ქონების ყიდისგანაც. მათ შორის მაგალითად არის გარკვეული ჯგუფები, რომლებიც აქტიურად სიტყვაზე ყიდულობდნენ მიწებს საქართველოში, უბრალოდ ესეთი ხედვა ჰქონდათ, რომ კარგი ინვესტიცია არის არასასოფლო სამეურნეო მიწაში დაბადების, აქ უცხოელებზე მაქვს ლაპარაკი და ეს ადამიანებიც კი იკავებენ თავს. ეს არის ძალიან ცუდი ინდიკატორი, იმიტომ რომ თუ დაფიქრდებით იმაზე, რომ აი ასე ვთქვათ, რა ვადით ფიქრობს ადამიანი, რომელიც იძენს ცარიელ არასასოფლო სამეურნეო მიწას, ხო, აქ გათვლა არის წლებზე. რომ აი რაღაც ვთქვათ 5-10 წლის ჭრილში ეს მიწა გაძვირდება, ან ვიღაცასთან იპარტნიორებს, ან რაღაცას იქ ააშერებს, რაღაცას გააკეთებს, ხო? ანუ წესით ეს მოთხოვნა მიწებზე უნდა იყოს ნაკლებად სენსიტიური, ხო? ვიდრე მაგალითად პირდაპირ ინვესტიცია და რაღაც ვთქვათ ფილიალის გახსნა, ან რაღაცა ბიზნესის გახსნა, ან აი ესეთი ტიპის საქმიანობა. თავი შეშფოთების საგანი რა არის მაინც თქვენ აქცენტი გააკეთეთ დასაწყისში სასამართლო რეფორმაზე და წლებია ამაზე მიდის საუბარი ბიზნესი ნომერ პირველ გამოწვევად ფართო სურათში ყოველთვის დამოუკიდებელი სასამართლოს სისტემის არსებობას ასახელებდა, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ინვესტიციებიც ჰქონდა, შეიძლება იმდენი არა, რამდენიც გვინდოდა. ხოჭით რა არის, აი დღეს რაღაცნაირად ეს საგარეო კურსმა დაიკავა ინვესტორებში. არა ძალიან მარტივია, ეს აი რამოდენიმე წლის წინ, მაგალითად ჩვენ ამ პროცესში უკვე დიდი ხანი ვართ, ხო? აი იყო რაღაც ეტაპი, როდესაც იქ მიდიოდა რაღაც ჭიდაობა, რაღაც სასამართლო რეფორმის პირველ ტალღაზე, მეორე ტალღაზე, მესამე ტალღაზე, ესეთ რაღაც დეტალებზე, ხო? როდესაც ეს უფრო გავდა სამუშაო პროცესი, რომელიც შეიძლება არ იყო იდეალური, მაგრამ ასე თუ ისე რაღაცნაირად ბორძიკობდა წინ, ხო? და მიდიოდა და ყველას ქონდა ესეთი იმედი, რომ ხო, შეიძლება ისე სწრაფად, ხო, შეფიც აღარ შეგვრჩაო, მაგრამ ხო, ანუ სამწუხაროდ არ არის სასაცილო, მაგრამ რაღაცნაირად სასაცილოც ხდება, იმიტომ რომ ძალიან გრძელი პროცესი იყო. ანუ როცა ესეთი პროცესი არის, კაი, შეიძლება დააბრალო რაღაცები, პატარა კორუფცია, შეიძლება დააბრალო რაღაც არაორგანიზებულობას და ასე შემდეგ, არაკომპეტენტურობას მაგალითად. ან სხვა ფაქტორებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნუ პროცესი რაღაცნაირად მიდიოდა წინ. მაგრამ იმ რეალობაში, როდესაც მოსამართლეები დასანქციერებულები არიან, ხო? დიდი ბრიტანეთის მიერ და სხვა ევროპული ქვეყნების მიერ, აქ უკვე რადიკალურ სურათს ხედავს ადამიანი. აი რა აზრის იქნებოდი თქვენ მაგალითად, აი რაღაც თქვენთვის ნაკლებად ცნობილი აიღეთ რამე, არ ვიცი, აი სამხრეთ ამერიკული ქვეყანა, ხო, რომელსაც ბევრი არ გაიგიათ, მაგრამ იცით, რომ იქაური მოსამართლეები არიან დასანქციერებულები კორუფციის და არა მარტო კორუფციის, მაგრამ სხვა რაღაცების გამოცდილებიდან, ხო? რა ვიცი, მე არ მექნებოდა დიდი იმედი ამ სასამართლო სისტემას, ხო? შესაბამისად, ეს მოქმედებს ყველაზე ამერიკელ ბიზნესმენებზეც და სხვა უცხოელებზეც. რა ჯამში, აი, როდესაც ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, იგივე 260-ზე მეტი კომპანია არის, მათ შორის მარტო ამ ჩამში გაწევრიანებული, ბევრი ალბათ საერთო პარტნიორიც ყავთ, მეგობარიც. აი, რამდენად ხშირად გესმით საუბარი, რომ აი წელს მე ვდებ აქ ინვესტიციას, ჩვეულებრივ ვაგრძელებ, ან ნაკლებად ჩვეულებრივ, მაგრამ რაღაცა მცირე დოზით ვაპირებ. ჩვენ ოფიციალური მონაცემები პირველი კვარტალის ინვესტიციებზე გვეცოდინება ივნისის
შუა პერიოდში, ამიტომ აი ხო, ნუ მე ვნახე თქვენი ინფოგრაფიკა, კი, 2024 წელი ისედაც უკვე შემცირებული იყო, თუმცა თითქმის განახევრებული. რეალურად ხოლმე ეს კრიზისი ასე თუ ისე მიმდინარეობდა, ხო, წინასაარჩევნო ეტაპზე, სხვათა შორის მე მყავს მაგალითად ბიზნეს პარტნიორები, რომლებიც შეშფოთებულები იყვნენ უკვე შუა წელს, ანუ ზაფხულში 2024 წლის, ვინც ჩაიხედა ახალ ამბებში და წაიკითხა რა ხდება, ხო? ისინი უკვე განიცდიდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ მოდის არჩევნები, გაუგებარი არის როგორ ჩაივლის არჩევნები, რა იქნება და შესაბამისად უკვე, ასე ვთქვათ, უკან დახევის მომენტები იყო, ხო, რაც ამჩების წერებს შეეხება. სამწუხაროდ ძირითადი ინფორმაცია, რომელიც ესე არაოფიციალურად მესმის ჩემი კოლეგებისგან, არის იმის შესახებ, რომ რაღაცა პროექტი გაჩერდა, იქ რაღაცას ვაპირებდით და ვფიქრობთ, რომ დაველოდოთ, ასე ვთქვათ, აი დაპაუზების სიტუაცია არის ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. ეს მესმის უფრო მეტად ვიდრე თქვათ რაღაც გაფართოება. თუმცა როცა ეკონომიკა იზრდება, ასე თუ ისე მაინც მეტაკლებად მაღალი ზრდა ნარჩუნდება, საინტერესოა ხოლმე რაღაც რიტორიკულ კითხვად იქცა, რომ რა ზრდის მაშინ ეკონომიკას, მაგრამ ხო, მე ეკონომისტი არა ვარ, მაგრამ როდესაც მესმის აი ესეთი მონაცემები ეკონომიკურ ზრდაზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩავიხედოთ, რის ხარჯზე იზრდება ეკონომიკა. იმიტომ რომ საქართველოს მით უმეტეს არის პატარა ქვეყანა და რაც უფრო მცირე არის ეკონომიკა, მით უფრო ხისტი და დიდი როლი შეიძლება ჰქონდეს რაღაცა ძალიან სპეციფიურ სექტორებს ან ძალიან სპეციალურ ქმედებას ზრდაზე. ხა როდესაც უყურებთ თქვათ ამერიკულ GDP-ს ან სხვა დიდი ეკონომიკის GDP-ს, ხო? თუ GDP იზრდება, ესე იგი გამორიცხულია, ყველაფერი ერთად იზრდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა სექტორი არის, სხვადასხვა მოთამაშე და ასე შემდეგ, მაგრამ ისე ქვეყანაში, როგორც არის საქართველო, როდესაც ხედავთ მაგალითად რა მდგომარეობაა მცირე ბიზნესში, რა მდგომარეობაა ხელფასების კუთხით, ხო? ზოგადად რა მდგომარეობაა ქუჩაში. ძნელი დასანახია, როგორ იზრდება, თქვათ, შიდა პროდუქტი, ხო? შეიძლება ის იზრდება მაგალითად რა ძალიან სპეციფიური სექტორის ხარჯზე, როგორც არის სამშენებლო სექტორი, რომელიც დარწმუნებული ვარ მაგალითად იზრდება და ასე შემდეგ. სტრუქტურა არის ნამდვილად. თუმცა ერთ-ერთი დიდი სექტორი, ხო, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ეს კიდევ ერთი მომენტი არის. შარშანდელი ნოემბრიდან დაწყებული ძალიან ცუდი მდგომარეობა არის სასტუმრო ბიზნესში. მაგალითად, მე გამიგია საკმაოდ დიდი სასტუმროს ასე ვთქვათ მენეჯმენტისგან, რომ მათ დროებით შეუმცირეს ხელფასები ძალიან დიდი პროცენტით იმის გამო, რომ შემცირებული არის სასტუმროების მუშაობა, რესტორნების მუშაობა, აი სხვადასხვა ტიპის ობიექტების, სხვადასხვა მიზეზის გამო. ძირითადად აი კვების ობიექტებზე იმოქმედა საპროტესტო პროცესმა, რომელიც მიმდინარეობს და პერიოდში განსაკუთრებით იყო. სანდრო, თქვენი აზრით გასაგებია, რომ ვთქვათ, მაღალ დონეზე დიალოგი მათ შორის ამერიკა საქართველოს შორის, ევროკავშირ საქართველოს შორის არ არის, მაგრამ ბიზნესებს მით უმეტეს ვინც არის ამ ქვეყანას და რაღაცას აკეთებთ, ბუნებრივია, ბევრი ისეთი საკითხია, როდესაც სჭირდება კერძო სექტორს კომუნიკაცია, ვთქვათ, თქვენი ბიზნესის შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს ეკონომიკის სამინისტრო ან სხვა უწყება. აი, რა სახის კომუნიკაცია გაქვთ შერჩენილი? ან აი უკიდურეს შემთხვევაში მიმართავთ რამისთვის თუ როგორ მუშაობს ეს ბიზნესი და იგივე თქვენ რო საუბრობთ ახლა ამ გამოწვევებზე, ამდენად ინფორმირებულია და ესე პირდაპირ თუ ესაუბრებით მათ შორის მთავრობის ოცნების მთავრობის ეკონომიკურ ისა ჩემ ბიზნესებს შეხება მთავრობასთან როგორც ასეთან არ აქვს. აი ის შეხება რაც მე მქონდა მაგალითად ოფიციალურ პირებთან ბოლო თვეების განმავლობაში ეხებოდა აკრედიტაციას, იმიტომ რომ ჩვენ აკრედიტაცია, ხო, მაგრამ მათ შორის მაგალითად იმ პროექტებში, სადაც მე როგორც კერძო კონსულტანტიც ვიყავი, გამეკეთებია, ან მქონდა შეხება ასე ვთქვათ ტექნოკრატებთან, ადამიანებთან, რომელსაც დიდი ხანი ვიცნობ, რომლებიც არიან თავიანთის დარგის სპეციალისტი, ხო, მათ შორის რაღაც უცხოური პროექტების კუთხით, პროექტების, რომელიც იქამდე იყო დამტკიცებული და გინდა თუ არ გინდა მიმდინარეობდა და შესაბამისად აი ესეთი კომუნიკაცია არ ქონია. ისაც ძნელი სათქმელი არის, აი რატო არის მათ შორის გამარტოთ ბიზნესის ასეთი მძიმე, აი ესეთი პოლიტიკური ვითარება, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ის, რომ ბიზნესი ძალიან არაკომფორტულად გრძნობს თავს, ზოგადად ბიზნესი, როდესაც რაღაცა კუთხით ერევა პოლიტიკაში. რაღაცა კუთხით აქ შეხება, იმიტომ რომ ცხადია, რომ მათ არ უნდა რომ პოლიტიზირებულები იყვნენ, ხო, ეს ბუნებრივი არის, ბიზნესი არ უნდა იყოს პოლიტიკური, პოლიტიზირებული, ანუ ცალკე ბიზნესები არის, მაგრამ შენ თუ არ გაქვს შეხება ამასთან, არ გინდა. და ამავე დროს ბიზნესი
ვალდებულია ზოგ შემთხვევაში და გარდაუვალია ის, რომ რაღაცა შეხება სახელმწიფოსთან აქვს. მე არ საუბრობ ბანალურ რაღაცებზე, როგორც არის გადასახადების გადახდა და ასე შემდეგ ბიუჯეტი, მაგრამ გინდა თუ არ გინდა რაღაცნაირად გიწევს შეხება და ეს პროცესი მე ხდება ძალიან არაკომფორტული და ნებისმიერი ადამიანი და ბიზნესი ამას აარიდებს თავს. აი ისინი ვინც უკვე ამაში არიან, ხო, მაგათ სხვა არჩევანი არ აქვს ამ მომენტისთვის, ხო? მაგალითად სასტუმროს ქსელები, რომლებიც საქართველოში არიან, ხო? ან ფრენჩიზირებული კომპანიები, ხო, რომელიც საქართველოში არიან. ისინი უბრალოდ აგრძელებენ საქმიანობას ფრთხილად, მოლოდინის რეჟიმში, რომ აი შეხვდეთ ამ სიტუაციას. როდესაც ასეთ მკვეთრ ნაბიჯებს და კარგისკენ არ არის სამწუხაროდ ეს ნაბიჯები დგამს ოცნების ხელისუფლება, ხომ არ არის რომ მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი ძალიან ფრთხილია და ყოველთვის ცდილობს პოლიტიკას არ გაეკაროს, თუ ეს არ სჭირდება, რაღაცა უფრო ხმამაღლა თქვან, ხშირად სამ სტუდიაში მით უმეტეს ბიზნესმენებთან ამ კითხვებს, რომ როდესაც ოცნების მთავრობა თავს იწონებს იმით, რომ იცით ეკონომიკა იზრდება, მაინც კარგად ვართ და თქვენ საუბრობთ ახლა და არ ხართ ერთადერთი, რომ მე რაღაც არის დაპაუზებული, ვაპირებთ 200 მილიონის ჩადებას 10 მილიონს და მხოლოდ სავალდებულო ინვესტიციებს ახორციელებდა. არის საერთოდ არაფერს არ ვდებ, შეიძლება ჩავდო, თქვა 6 თვეში და კიდევ აკეთებენ და დგამენ ამ ნაბიჯებს. აი ბიზნესის როლი ასეთ სიტუაციაში, ბიზნესის ხმამაღლა კიდევ უფრო ხომ არ უნდა ისმოდეს. ხო, იცით რა არის, აი თუ შეხედათ რეალურად ხო, ჩვენ აქ სტუდიაში ვიყავი, რამდენიმე თვის წინ, იყო ესეთი ინიციატივა, ხო, სადაც ჩვენ ბიზნესებმა მოვაწერეთ ხელი გარკვეულ პეტიციას და გამოთქვით ჩვენი აზრი და ძალიან ბევრი ბიზნესი იყო ამაში ჩართული. რეალურად ჩანს ისე, რომ მსხვილ ბიზნესებს აქვს ბევრად უფრო დიდი ხმა. მსხვილ ბიზნესებს, რომელსაც იცნობს აბსოლუტურად ყველა და ისეთ ბიზნესებს, რომლებსაც რეალური გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე. ნახეთ, ამ ბიზნესებს გავლენა აქვს სახაზინო ბიუჯეტზეც, ხო, უშუალო ხაზინაზე, შემოსავლების კუთხით და მთავრობაზეც. ამიტომ იმის და მიუხედავად რომ ჩვენ ყველას გვაქვს ხმა, ისეთი ანუ არ ვიცი, აი მოდი თქვათ ესე, აი top 20 მაგალითად, top 20 ან 30 ბიზნესი, ხო? იმიტომ რომ მათ შორის ისინი, ვინც უფრო ლოიალურად არის განწყობილი მთავრობის მიმართ, რადგან ვინც აკრიტიკებს უფრო ღიად ხელისუფლებას, ის უკვე რაღაცნაირად მტრად არის მიჩნეული, ამიტომ რაღაც შენიანი რო გეტყვის, რომ არასწორად იქცევი, ვითომ ექნება უფრო მეტი ძალა თუ. იცით რა, მე დარწმუნებული ვარ, ყოველ შემთხვევაში ოპტიმისტი მინდა ვიყო ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ შიდა სამზარეულოში სულ სხვანაირი საუბრები არის, ხო, ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ ალბათ მათი გადასახედიდან, ხო, თან შეუნარჩუნდეთ რაღაც სიტუაცია და თან არ გახდნენ რაღაცა სანქციების ხერხი და ასე ვთქვათ, რაღაცნაირად დაბალანსოს. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს ხედავს, ხო? შეიძლება ამბობდე ერთ რაღაცას, მაგრამ სხვა საკითხი მეორე. იცით რა არის, ზოგადად არ დაგვაუწყდეს, რომ ამ ხელისუფლებისთვისაც და პირდაპირ ამბობენ ამას, ხო? 20 იანვარი, ანუ ამერიკაში ინაუგურაციის დღე, მათთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. იმიტომ რომ გარკვეული იმედები იყო კონკრეტულად დონალდ ტრამპზე, მისი პოზიციებიდან გამომდინარე და აღარ შევალ ახლა მთელ ამ თემაში, რომ ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ხო, ეხლა როგორი რეალობა არის? აი თუ შევხედოთ, თქვენი მოლოდინი როგორია, თან ცოტა დრო გრჩება და იმ შემთხვევაში თუ მეგობარი აქტი საბოლოოდ გავიდა ფინალში და ხელი მოეწერა, მერე როგორ წარმოგიდგენიათ? ხო, ეს იქნება მათ შორის ბიზნეს ეს იქნება ფიქრობ გადამწყვეტი მომენტი, იმიტომ რომ უბრალოდ ობიექტურად რომ შევხედოთ ამას, ხო, აი რაც უნდა მეთქვა, არის ის, რომ დონალდ ტრამპი გახდა პრეზიდენტი, მაგრამ ისეთი ამბიციური გეგმების განხორციელება დაიწყო ბევრად მისთვის უფრო მნიშვნელოვან რეგიონებში, როგორც არის რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა, იქ შუა აღმოსავლეთი, ჩინეთთან ურთიერთობა, ეს ტარიფების ამბავი და ყველაფერი. იმდენად გართულია ამ ყველაფრით, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ აი უშუალოდ არ მოიცალა უბრალოდ ჩვენი რეგიონისთვის. რა, მოდით სიმართლეს თვალებში შევხედოთ, რომ კონკრეტულად რაღაცა პოზიცია დაიკავონ და ასე შემდეგ. მაგრამ აქტიურობენ ცალკეული კონგრესმენები, სენატორები, ადამიანები, რომლებიც თვლიან თავიანთ თავს ჩვენი ქვეყნის მეგობრებად და შესაბამისად ქართველი ხალხის მეგობრებად და მეგობარი აქტის მხარდაჭერა კონგრესში ფიქრობ უპრეცედენტოა. მით უმეტეს ესეთ პოლარიზებულ მდგომარეობაში, როგორც არის ამერიკა, სადაც იქ ლამის სამოქალაქო ომი დაიწყო, იმდენად ეზიზღება
აი გარკვეულ ჯგუფებს ერთმანეთს და იმდენად დაპირისპირებაა პოლიტიკური, რომ წარმოუდგენელია, რომ კონგრესის მე მგონი 4/5 იყო დაახლოებით. უმრავლესობა იყო. ხო, 350-მდე იყო მომხრე და 40 წინააღმდეგი მხოლოდ. და ისიც მოწინააღმდეგების თუ წავიკითხავთ, ანუ რა თქვეს მოწინააღმდეგებმა, ხო? აი რატო არ უჭერენ ხარს? ყველას პოზიცია იყო, ჩვენ უბრალოდ ამისთვის ახლა არ ვცალია. აი ეს არ იყო ის, რომ არა, ჩვენ მაგალითად ამათ ხო. ეს ძალიან ბევრი რაღაცის ინდიკატორია, სენატში იგივე განწყობა არის, არანაირი დაფუძნება არ უნდა იყოს სენატშიც და იქ უფრო ხისტი ვარიაციებიც იყო სხვათა შორის ამ კანონის დამუშავების პერიოდში. და შესაბამისად მოლოდინი არის, რომ პრეზიდენტი მოაწერსავს ამას, ლოგიკური იქნებოდა ეს. მე არ მინდა ვიმარჩიელო, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ შენი კონგრესის და სენატის, შენი პარტიის კონგრესმენი სენატორები ამას უჭერენ ხარს, ალბათ ის მოაწერსავს, იმიტომ რომ მას პირადად რო ქონოდა სხვანაირი პოზიცია, ის ამ პოზიციას გაუჟღერებდა და ტრამპს ახლა ძალიან დიდი გავლენა აქვს კონგრესზე, ანუ თავის პარტიაზე, კონგრესში და სენატში და შესაბამისად ჩემთვის წარმოუდგენელი არის, რომ რაღაცა კანონი, რომელიც ტრამპს არ მოწონს იდეაში, ესეთ მხარდაჭერას და ამდენ ხმას მოიპოვებდა რესპუბლიკელებისგან. და იმ ნახოთ მე რა მოხდება. თუ დაკანონდა და თუ ხელით მოაწერა ტრამპმა ეს ითვალისწინებს მოცნების ხელისუფლების სანქცირებას, ხომ რაღაც ჯო ვილსონის სიაც გავრცელდა, ვინ შეიძლება დაიმსახუროს სანქციები, როგორ აისახება ეს საინვესტიციო კლიმატზე და ამერიკული ინვესტიციების და ამერიკელი ინვესტორების ინტერესზე საქართველოში, თუ ოცნება მაინც არ დაიხია უკვე. ანუ როგორ უნდა აისახოს, თუ წავიკითხავთ მეგობარი აქტის შინაარს და იმ სანქციების მასშტაბს და მე იმ ხარდაჭერას, რომელიც კონგრესში ქონდა მას, ანუ ვერანაირად ვერ გააქარწყლებ ამას და ვერ იტყვი, რომ ეს არის რაღაცა დემოკრატების და deep state-ის სექტა, რომელმაც ეს გააკეთა. ანუ თურმე ძალიან მაგარი ყოფილა deep state. ჩვენ ყოველს გვეგონა, რომ ტრამპმა წაიღო მსოფლიო და თურმე deep state ისეთი ძლიერი ყოფილა, რომ რა ვიცი, ტრამპსაც აკონტროლებს და ყველას. უნდა ქართულობას როგორ ფიქრობთ, აი როგორც ბიზნესმენი, სიტყვით კი ამბობენ, რომ გადატვირთვის იმედი გვაქვსო და ველოდებით იმ მომენტსო, მაგრამ უნდა კი ნამდვილად გადატვირთოს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები. ხო, რა თქმა უნდა. პუტინმა მშვენივრად გადატვირთა ურთიერთობები თავის დროზე, თუ გახსოვთ. ქმედებებში წინა ადმინისტრაციასთან, სამწუხაროდ, ჩვენთვის სამწუხაროდ 2008 წლიდან ობამას დროს, ხო? აი ეს გადატვირთო რუსეთთან, ამან არ იმუშავა და შესაბამისად ამერიკაში გადატვირთვის, აი მარტო გადატვირთვის თვითონ რიტორიკაც ძალიან არაპოპულარულია. უკვე ხედავენ, რომ არ უნდა გადატვირთო რაღაცა იმასთან, ვინც ამას არ იმსახურებს. და კიდე ერთი მომენტი არის, ხო, რა თქმა უნდა, ახლა ამ თავრობის იმედი ალბათ არის ის, რომ აი ჩვენ ვართ ერთ-ერთი, ესე თქვა, მოხსოვები ულტრამემარჯვენეები არიან, ხო, ამას ვერ ვიტყვით ქართულ ოცნებაზე, მაგრამ იყენებენ იმ ელემენტებს, რაც შეუძლიათ, თავარი რომ ხელისუფლებაში იყვნენ და ამბობენ იმას და აკეთებენ იმას, რაც ფიქრობთ, რაწყობთ, მაგრამ სხვანაირი ვითარება არის თუ შეხედავთ, თუნდაც გუშინდელ დღეს, ხო, რუმინეთის არჩევნები, სადაც სიურპრიზი იყო და ბევრი ელოდებოდა რაღაც კატასტროფას და ასე შემდეგ, მაგრამ იქ ეს არის პოლონეთშიც პირველი ტური იყო არჩევნების და ასე რომ ვაკვირდები სიტუაციას და შეიძლება მსოფლიოში რაღაცები იცვლება. იმედია, საქართველოშიც იქნება სასიკეთო ცვლილებები. დღეს რო ვინმე მრჩევა გთხოვოთ, ისე ბიზნესით რომ დავასრულოთ ჩვენი ინტერვიუ, აი, ჩავდო საქართველოში ფულიო, რას ურჩევდა სანდროშელია? ამერიკელი ინვესტორს განსაკუთრებით. მე უნდა გითხრათ გულწრფელად, როგორც ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი, მე ობიექტურობას ცოტა გვერდზევდებ ხოლმე და როცა ნებისმიერ უცხოელს ვესაუბრები, ვცდილობ რომ გავალაეთო რაღაცები და თქვა, არა ეს კი არ არის, ხო, ახლა კი მძიმეა, მაგრამ სინამდვილეში რაღაცები აუცილებლად გამოჯობესდება და ძალიან ძნელი არის რომ არ ურჩიო გარედან ვიღაცას, რომ არენდოს შენ ქვეყანას, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს. სამწუხაროდ ადამიანები ხვდებიან იმას, რომ სუბიექტური ხარ და ნუ ყურებენ ახალ ამბებს და სხვა რაღაცებს. ასე რომ შეიძლება სხვანაირი აზრი ქონდეს. იქ ბევრი კარგი არაფერი იწერება სამწუხაროდ. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ყველა მაინც უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს როგორც მომხიბლელი, რა სიტუაციაც არ უნდა იყოს. შესაბამისად, ხო, იმედია, რომ იქნება უკეთესი ცვლილებები. იმედია. წერტილი რას დავუსვათ ამ ქვეყანაში, სანდრო? რა დავასრულოთ ერთხელ და სამუდამოდ? ყველაზე დიდი წერტილი ჩვენთან უნდა დაესვას ძალაუფლების უზურპაციას. ეგ არის ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა. იმიტომ რომ ყველა პრობლემა, რაც კი ჩვენ გქონდა როგორც დამოუკიდებელ საქართველოს, ეს იყო პრობლემა, რომ ჩვენ არ გქონდა საკმარისი ბერკეტები, რომ შეგვეჩერებინა ადამიანები, რომლებსაც აქვთ ძალაუფლება და ხედავენ, რომ შეუძლიათ მეტი გქონდეთ. ეს შეეხება აბსოლუტურად ყველას.
ნებისმიერ პრეზიდენტს, რომელიც ყავს ნებისმიერ ხელისუფლებას. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ინსტიტუტები, რომ ადამიანმა რა ადამიანიც არ უნდა იყოს, რომელიც არის ლიდერშიპის როლში, რომ ქონდეს ესეთი ჩარჩოები, რომ ვერ შეძლოს ძალაუფლების უზურპაციის პროცესის წარმართვა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო აქცენტებისთვის. სიეზე ვერ მოასწარით ამ ეტაპზე საუბარი, ხშირად ხართ ხოლმე BMG-ში, სხვა დროს გამოვიყენოთ. მადლობა, წარმატებები. დიდი მადლობა. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა ბიზნესმენი სანდრო შელია. მე ხვალამდე გემშვიდობებით.